მათი დაშბორდიდან გადავიდეთ რეპორტების გვერდზე, სადაც შეგვიძლია ვნახოთ როგორც ზოგადი რეპორტი, ასევე რეპორტების სტატისტიკა. გავაკეთოთ ზოგადი რეპორტების მიმოხილვა, ანუ აქ შეგიძლიათ გაფილტროთ ინბოქსები მომხმარებლის ანგარიშით, დეპარტამენტებით, აგენტით, ან თარიღის მიხედვით და შესაძლებლობა გაქვთ, რომ ჩამოტვირთოთ ეს მონაცემები XLS ფორმატში. როგორც უკვე ვთქვი, შესაძლებელი არის ინბოქსის მოძიება მომხმარებლის სახელით. კი ბატონო. შეიძლება მოვუძებნოთ დეპარტამენტით. შეგვიძლია მოვუძებნოთ აგენტით და თარიღის რეინჯით. ხოლო რაც შეეხება რეპორტერების სტატისტიკას, სტატისტიკის სექციაში ვიხილავთ ისეთ დეტალურ მონაცემებს, როგორიც არის დასრულებული ინბოქსების ჯამური რაოდენობა. ვიხილავთ საშუალო რეიტინგს, ანუ მომხმარებლის მიერ შეფასებული ჩატების საშუალო რეიტინგის ქულა გამოდის აქ. ვიხილავთ ასევე შეფასებული ინბოქსების ჯამურ რაოდენობას, ანუ ჯამში რამდენი ინბოქსი შეფასდა. ვნახულობთ ასევე ინბოქსების რაოდენობას თვის ჭრილში, თვის მიხედვით აქტიური ჩატების სტატისტიკა. და ვხედავთ ასევე დიაგრამას დეპარტამენტების მიხედვით, ანუ ეს გვექნეს ვიზუალურ წარმოდგენას, რომელ დეპარტამენტში რამდენი ინბოქსი იყო დამუშავებული. ექსპორტზე როგორც ვქნა ნებისმიერი რეპორტი შეიძლება გამოვიტანოთ Excel-ის ფორმატში, რათა გქონდეს დეტალური ანალიზის საშუალება. ეს ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ გუნდის საფაქტურობას, განსაზღვროთ აქტიური დეპარტამენტები და შემდგომ თუ იქნება საჭირო, დაიგეგმოს შესაბამისი ოპტიმიზაციები.